ჩემი სტუმარია პარლამენტის წევრი, გაგიკვირდება და არც ნაცი, არც ქოცი, ასე ვთქვათ, ნანაცარი, პალიკო კუბლაშვილი. გამოგზა ხეიქედან და არის ხოდა. არის მოდა, რა იმიტომ რომ ეგრე არ დაამთავრო, ზუიას რო ქონდა გახსოვს? ეგრე არ დაამთავრო, თქვი რო ქოცი არ არის, თქვი. აი ხო თქვი მე რო ქოცი არ არის იმაში, აღნიშნა ობიექტურად. ესე იგი, მე ახლა მინდა ერთი რამე საქმე გავაკეთო, იმიტომ რომ დასამთავრებელი მქონდა საქმე. პრინციპში, ბატონო პალიკომ. აი ეგეთი რამე ხდება. ესე იგი, ხაჩიძე ხომ ყავდა მე გოგა? კი. ყავდა. გადავხაზო, ესმა. ზურა ჯაფარიძეს ყავდა ხოსია. ყავდა. სულად ჯაფარიძე ჩემელი გადავხაზო. აგერ თქვენ მოხვედით ბატონო პავლე. პავლე კუბლაშვილიც უნდა გადავხაზო. ასე ვთქვათ, მე მგონი მთელი გირჩების პარტია მოწურე, ხო ესე? გორჩა, გირჩები დამთავრდა. გირჩები ამოწურე. მე და ხაჩიძე თუ ესეთი მძიმე ტვირთი ვიყავით თქვენი გადაცემისთვის, გეთქვათ და ადრე მაინც რას გულისხმობთ ახლა? რას და ჩვენ ხო 2016-ში აღარ ვაპირებთ რომ კენჭი ვიყაროთ. აი არ გინდათ რომ შეხვიდეთ. არა, ჩვენ ნორმა გადავწყვიტეთ რომ ესე არც სიით, არც მაჟორიტარულად კენს არ ვიყრით და ამასთან შეელობდით ბილბორდი როგორი უნდა იყოს რა, აი რა უნდა იყოს ბილბორდზე, სადაც არის ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი. ფოკუს ჯგუფიც იყო პატარა, რაღაც ვკითხეთ რომ აი რა უნდა ხალხს. უმეტესობა პასუხი იყო რომ ხალხს უნდა რომ კარგად იყოს. და ჩვენ მოვიფიქრეთ ეგეთი ბილბორდი. მე და ხაჩიძე ვიქნებით ბილბორდზე, ესე ხელით და სლოგანი კარგად იყავით. საინტერესო, მაგრამ არჩევნებში ხომ აისი აქტიურებ? არჩევნებში ვიაქტიურებ. კი, ოღონდ მან საფრთხე ის არის რომ თუ ბოლო დღეს არ მოხსნეს არჩევნებიდან. რატო და ყველა უბანთან არის რაღაც ფორმით ხეები. ამ ხეზე არის გირჩი და უბანთან აგიტაცია არ შეიძლება. ვიღაცა შარიანი გამოდგება იქით რომ არ არის ესე, აი გაგოხ საფრთხე. ერთი რამე არის, გოგა როდესაც აქ იყო, მითხრა ესეთი რამე რომ ეუბნებოდნენ თქვენ გირჩი რა არის, გირჩი რა არის. მეუბნებოდა ეს თავიდან გეხამუშებაო, ეს ხალხსაც თავიდან ეს ეხამუშებაო, მერე შეეჩვევიანო და ბოლოს მოეწონებათ, მაგრამ აი ამდენი ხანი გავიდა და შენი მოსაწონი ვერ დავარქვით ვერაფერი. რა მარტო ჩემი და რა არის იცით ახლა კიდე სხვა მინუსებიც აქვს მე. აი მაგალითად ვერც ერთ პარტიასთან კოალიციაში ვერ შეხვდით. ქართული ოცნება და გირჩი. არ ჟღერს. უბრალოდ ქართული ოცნება გირჩი. ნაციონალები გირჩი. ეგ აღარ ჟღერს. შალვა ნათელაშვილი გირჩი. მაგრამ ეს ნახეთ. შალვა ვიცით ეგა? ესა შალვა ნათელაშვილი გირჩი. ეს კაია. არა. მათ პრობლემას ჩვენ მარტივად გადავწყვეტთ რა. მარტივ გადაწყვეტა არანაირ კოალიციაში არ შევდივართ. არანაირ. რატოვით? პარტიები ზოგადად არის ჩვენთან როგორი პარტიებია? არის არაფრის თქმელი პარტიები და არის ყველაფრის თქმელი პარტიები. და ჩვენ არ გვინდა არც არაფრის თქმელი არ გვინდა, სადღაც შუაში უნდა იყო რა. კი გაკრიფეს ეს შუა, მაგრამ ნუ რაღაცა ხო უნდა. კი მოტუნ ეგეც არის. ისე სხვათა შორის მე ეგეთი დეფინიცია ჯერ არასდროს არ გამიკეთები და არც ხვის გამსმენია. არაფრის თქმელი და ყველაფრის თქმელი. აი მაგალითად რა სიტყვა და არაფრის თქმელი პარტია. ეხლა ხანს პრეზიდენტი რომ პარლამენტში გავიდა. ეგეთი კურიოზები ხო ხდება ხოლმე პარლამენტში რომ პრეზიდენტი მიდის. და აი მაგაზე რა შენ მეორე კურიოზი უნდა გენახა მთავრობა დაესწრო. აი რა სიტყვა და ამაზე მაგალითად არაფრის თქმელი პარტია. არაფრის თქმელი პარტია ალბათ იტყოდა რომ პრეზიდენტის გამოსვლაში იყო არაფერზე საუბარი, ან ყველაფერზე ცოტა იყო საუბარი, არაფერი არ იყო. ნუ პრინციპში ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ არაფერი პარტიისგან რატო უნდა გაიგო რა. ეგრე. აბა რა სიტყვა და მაშინ მეორე ვინ არისო ეს? ყველაფრის აი ყველაფრის თქმელი პარტია რა სიტყვა? მან ორ ნაწილად არის. ერთი ნაწილი ყველაფრის თქმელი პარტიების სიტყვა რომ ეს არის სოროსის დადგმული ბინძური პროვოკაცია. მეორე ნაწილი ასევე ყველაფრის თქმელი სიტყვა რომ ეს არის პუტინის ხელი ქართულ პარლამენტში.
კიდე ესე იგი მეტინა დეფინიცია არის სხვანაირი პარტიები ხო ჩვენა ვართ კიდე შუაში ვინც ვართ ჩვენ ოქროს შუალედი კი ბატონო აი ჩვენ მაგაზე ალბათ ვიტყოდით რომ პრინციპში პრეზიდენტმა არაფერზე არ ისაუბრა იმიტომ რომ ეს იყო სოროსის და პუტინის დადგმული ალბათ ეს იყო მოგეთ ერთი რამე მე ძალიან მინდა აბსოლუტურად ვიწყებათ მე სამივე თქვენ ძალიან მე სიმპათიურები ტყუილ არ მოხვედით აქ ყველამ ხო და დრო უკვე შენც მოხვიდა ჩვენთან მე აუჩ ჩვენ ხო ვიყავით ყველა და ეხა შენ მოპატიჟებები გადაპატიჟება კი აბარა ეხა იმერელი კაცი ისე ხო საჭმელებს გამეკეთებთ მე აი თქვა იქნება კაი ისეთი რა ქვია იმერული აი როგორც აქ დაგხვდით ისე დაგხვდებით იქაც რა პატარა მხიარულება რაღაც უნდა წიწილე როგორ არის ეგა ყველი პური და კეთილი გული თქვენ ფორჩხიძე დაგვახვიდრეთ ჩვენ ხაჩიძეს დავახვიდრეთ ამით ასრულდება ჩვენი სტუმრობები ხედა კარგი იყოს ეგრე თავარია სახე არ დავკარგოთ ეგ არის თავარი გაიგე მე იმის გამო რომ თქვენ სამივე ვინც ჩემთან იყავით ასევე სუხებიც ვინც ნახეთ ძალიან ისეთ კრეატიული ხალხი ხართ და მართლა მე სიმპათიურები ამიტომ მინდა რომ ყველანაირად შევეცადოთ თქვენ პარტიას დავეხმაროთ შეხვედრით პარლამენტში ამისათვის მეც მოვიფიქრე ასე ვთქვათ არანაკლებ კრეატიული ხერხი აი ნახეთ ახლა იმისათვის რომ შეხვედრით პარლამენტში არის რა საკითხი ნახეთ წარმოიდგინეთ ასეთი რამ პარლამენტი ой это ყოველ პარლამენტი მე აქ მიჭირავს რამოდენიმე პოტენციური დეპუტატი ასე 73 ხო აი შენ ხარ ჩემი ბატონი პარლამენტი რომელიც ვითომ ქუთაისშია სადაც იმას წარმოიდგენთ რომ ეს პარლამენტია იმასაც უნდა წარმოიდგენთ რომ ეს ქუთაისშია ხო არ უნდა გაგიგეთ ეს ბატონო პალიტო თქვენ ხართ ჩემი ბატონი არის თქვენი პარტიის წევრები ვთქვათ. შეეცადეთ თქვენი პარტიის წევრები მოახვედროთ აი იქ ქუთაისში პარლამენტში. აბა ხარდაჭერაც იღება ბატონ პალიტო, ზეგაფილი ამბავი არ არის. არა, ბიჭო, ვერაზე მეციდება იცი. კაი, მე მოვედი და გირჩი გასაგებია ჩვენი სიმღერა. ნაციონალები და ოცნება რომ ისინი რასისრული. იმათმა რა უნდა იყოს? ისი არის რიგ შემთხვევებში ისინი და მეორე არის კიდე რა ადამიანებს აი პირდაპირ ეს პარლამენტში ქუთაისში ისოდნე აკაუჭირდებოდა თუ რა ბიჭო თბილისიდან ქუთაისში გელადარსაძეს არ ჩაუგდირა მე როგორ ჩავა შევეცადოთ ჩვენ ფილმი ნახოთ რა აბა მოდი ვცადოთ oh my god გოგა მაპატიე შენ ხომ აიცარ გინდოდა გოგა აი გოგა მაინც არ შედიოდა და ლამაზად დავსვით გვერდზე ნახე რა ლამაზად ახლოს ხარ და შორის ეს ახლა გამოდის რომ გოგა ხაჩიძე ესე არ ვიცი კმაყოფილი თუ კმაყოფილო ქუთაისის პარლამენტთან გარეთ დგას და უყურებს და კვება იმით რაც კვება იმის გოგა აი ეს ვინ არის მოიცა ჯერ ვის აი მართლა ალიკო ასე თუ გავაკეთე ეს თქვენ გამოდიხართ იმიტომ რომ ქუთაის გას და წავიდა ტყიბულში დაბრუნდა ტყიბულში კი ბატონო აი ნებეთ შენ რა გითხარი მოგეწია ცოტა რა აქვს სამკულიანია აი ჯაფარიძე სადაც ჯაფარიძე ზურა ხო ზურა ჯაფარიძე მოხდა ისე უნდა ეს უნდა კიდევ მე ზურა ჯაფარიძე ზურა ჯაფარიძე მე მგონი დამეთანხმები რომ თქვენ სამში ყველაზე მონდომებული სწორედ ზურა ჯაფარიძე აშკარად კი თან თქვენ ხელს უთხოვთ ესე იგი ბატონო ზურა გილოცავთ მე თქვენ ფაქტობრივად უკვე მოხდებით მოდი კიდე ერთი ხალო დარტანიანის ვარიანტი სამი ხომ ერთი ისე ვინ არის გოგი მელაძე თქვენ სამი მუშკეტერი გოგი მელაძე არ მაპატიებს უავაცილო მოიცა აი რომელი უფრო სასიამოვნოა ნეტა აი ხა ზურა ბატონის ზურას პარლამენტში მოხვედრა თუ აი ეს მეორე ვარიანტი როგორც ვთქვი და სამიანი და რო ის ხო უფრო გიხარეს იმიტომ რომ სამაგერს რა ლამაზად შევედი ფარქვეში იქ ერთი ორი ერთი წამით ეს უნდა გასწენოთ დაიჭირეთ აბა აჰა მე ვარ ქართული ოცნება ან არ ვიცი რომელიმე პარტიის წევრი მომატყუეთ და ისე ჩააგდეთ და ჩატენეთ მოდი მოგატყუოთ მოდი ხო ფარქვეში რო შეყავ ხორი აი რაღაცა აი ეს გააკეთე არა მინდა დამო კაცო არ შეიძლება ქართულ ოცნებას ვინ მოატყუებს იქეთ ატყუებს ყველაფერს ამანები თავი მე გასწავლეთ ძალიან მარტივ ხერხს ხო
ძველი კახური ხერხი არის ეს. ამ დინწვალებას აი ესე იღებთ. აი ეგ მთელი გირჩების პარტია და მიდიხართ თუ თქვენ რა თქმა უნდა ღონდერთი პირობით. თუ თქვენ გაერთიანდებით ქართულ ოცნებასთან, აღარ მოგიწევთ არც ფარქვეშ შესვლა, რაც არ უნდა ლამაზი იყოს, არც სამიანიდან სროლა, არამედ მიდიხართ დადე ჩემი გირჩები კაცო ეგრე არ მინდა. თქვენი გირჩები სულ მალე აღმოჩნდება პარლამენტში აი ეს აი ოპა აი ესე აი ხა ქუთაისის პარლამენტი არის სავსე გოგა არ უნდა მოდი ახლა აღვა გოგა ხაჩიძე ლათო ხუჯაძე სახე არ დგა ტყიბული ვახსენე ხა თქვენ რომ ისროლეთ იქ ტყიბულში ხო მოხდით და ტყიბულზე გამახსენეთ თქვენ ხო პრინციპში პარლამენტში ხართ როგორც არც ნაცი არც კოცი როგორც თქვით არამედ როგორც მაჟორიტარი დეპუტატი ტყიბულის მაჟორიტარი ვიყავი ორჯერ მანამდე ეხა არა ვარ მაჟორიტარი პროპორციული მაგრამ ნუ ვიყავი ესეც იყო და რა მაინტერესებს აი თქვა მას მერე რა თქვენ იყავით ტყიბულში ხშირად რადგან მაჟორიტარი დეპუტატი იყავით შეიცვალა რამე ეხა ამბობენ რომ უფრო მეტად გაუარესდა სიტუაცია მაგრამ იცი როგორ იყო ტყიბულში ცვლილება ხდებოდა თუ არა ცოტა რთული შესამჩნევი იყო რა იმიტომ რომ დამოკიდებული იყო გარემოებებზე აი მაგალითად 2000 საათში შევხვდი ერთ ჩემ მეგობარს რომელმაც რაღაცა რაშვები როგორ ახლა მოვიკითხე კარგათავ რა ძალიან მაგრათავარ შახტაზე დავიწყე მუშაობა 1500 ლარი მაქვს ხელფასი ძალიან მაგრათავარ სანამ შახტაზე დავიწყე მეც რაღაცა მიულოცე გამიხარდა ძალიან რომ რაღაცა ერთი წლის მერე შევხვდი იგივეს და რაშვები როგორ ახლა მოვიკითხე უკვე თამამად ვიცი რომ რა როგორ ვიქნები შახტაზე მუშაობ 1500 ლარი მაქვს აი ამიტომ გაშინა საიდან უყურებ ამას რა თვალით შეხედა ზოგადად მე მაინც გონია რომ ეს ცოტა ზოგადად საკაცობრიო პრობლემები თქვა აღნიშნეთ ეხლა თქვენ ტყიბული აქ არაფერ შუაში არ არის კი მართალი და მე უფრო ვფიქრობ რაიმე კონკრეტული რა თქვა ტყიბულზე მართლა რა ხდება შიგნით ეხლა რა ხდება მაშინ როგორი იყო რა ცვლილებებია რა იყო რაღაც ყოველთვის იყო ხოლმე სტანდარტული ხუმრობები ტყიბულში პარტიებთან მიმართებაში რაღაც მაგალითად ეგეთ სლოგანები მეტი შავი ქვა პარტიას კარგი იყო კომუნისტების პერიოდიდან მოდიოდა შავი ქვა რაღაცა აი ან იყო მაგალითად ყველა კომუნისტი მიწის ქვეშ იყო ესეთი საერთოდ ესეც რაღაცები ხდებოდა მე მინდა კითხოთ თქვენ ძმას როგორი ურთიერთობა გაქვს? არ გამიკვირდა რატო არ მიკითხე. აი, იმიტომ რომ ხანდახან მიფიქრე რომ მეთქი რაღაცა ერთხელ არ მახსოვს მე ვთქვი თუ სხვა თქვა იქიდან გამომდინარე თქვენ ეს მოგეწონება თუ არა, მე ვიტყვი მე ვიყავი თუ არა. ეგეთი რაღაც მახსოვს თითქოს არა მოდი პირიქით გავაკეთოთ თუ თაშხია მოშნევით პირიქით გავაკეთოთ რა ჩვენზე თქვი თუ სხვაზე ხო აი ეგრე ჯობია ეგრე კი ბატონო იყო აი რა ურთიერთობა გაქვთ როგორი კომუნიკაცია გაქვთ როგორ ურთიერთობთ ასე ვთქვათ ეხა ძალიან კარგი და ძალიან მარტივი რა შედარება არ არის სანამ თანამდებობაზე იყო და უზენაეს სასამართლოში რომ მანამდე იყო პრობლემური იმიტომ რომ ყოველთვის გაკვირდებიან სხვა თვალით გიყურებენ აბა შეხვდა რამე ხო არ უთხრა ისეთი რაც იყო ხოლმე ეგეთ მომენტებიც და რაღაც შეჩვეულიც ვიყავით რომ ერთმანეთს რაღაც ცოტა მინიშნებებით ველაპარაკებოდით კი მოდი ვიტყვი ამას ქართველები უმეტესობა თბილისელი ვერ გაგის ცინკებს გულისხმობს ბატონი ნამიოკები და ცინკები თქონდა ნუ აი იყო მაგალითად სადღაც თუ გვინდოდა რომ შევხედრილიყავით რაღაც თქონდა რომ აი ბავშვები მიყავს დღეს ფრანგულზე ფრანგულის მასწავლებელთან ნუ მიყვა და ესე უნდა შევხედროთ რაღაცაზე ყველაფერი მაგრამ ნუ იყო კურიოზებიც მანდ ერთხელ მომდის მესიჯი რომ რობერტ ჩავლაყაძე მოგიკითხა რობერტ ჩავლაყაძე არის ოლიმპიური ჩემპიონი ერთ-ერთი პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი 1960 წელს რომში აქვს ოლიმპიადა მოგებული რობერტ ჩავლაყაძე მოგიკითხა როგორი ამბავია ხა სულია თან არ მახსოვს რაში არის ოლიმპიური ჩემპიონი ბიჭო მახსოვს რომ არის სიმაღლეზე ხტომაში მაგრამ ვაი და სირბილშია მე რა შვები ანუ უნდა თქვენ ვერ მიხვდით ქვეყნიდან გაიქცეთ თუ რაღაც თანამდებობრივად შეიძლება ზემოთ აიწიოთ. ხო და აი რაღაც ეგეცი არის. დაახლოებით მაგაზე მაქვს ფიქრი და რომ ვერ მიხვდი ვიჭყლით ეტვინი აქედან იქიდან ბოლოს გავწყვიტე და აურეკავ თქო აუკრიბე კოტე მე ვთხარ ვერ მიხვდი ვერაფერს და პირდაპირ მითხარი რა ხდება. რაზე? აი რა მიმანიშნე ამით.
არაფერი კაცო რობერტ ჩავლაყაძე აგერ და მოგიკითხავ. ასე რომ არც სირბილი იყო, არც სიმაღლეზე ხტობა არაფერი შუაში. მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგიხადოთ რომ მოხვედით. მადლობა ჩვენ. ჩვენთან დღეს სტუმრად იყო შოუში პალიკო ყუბლაშვილი.